მოგესალმებით, ეთერშია გურის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ს დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაური და ხარება იგივე ზვიად ხარატიშვილი გამოიკითხნენ. საკითხი კვლავ ურთიერთბრალდებების თემაა მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში. ქართული ოცნების განმარტებით აკრძალული ნივთიერება კამიტი არც მოქმედი და არც წინა ხელისუფლების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შესყიდული არ ყოფილა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტული მოწმეების განცხადებებს ამ ეტაპზე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ, როგორ პანიკაში არის ოცნების მთლიანად მთელი სახელმწიფო ვერტიკალი ჩავარდნილი. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს. სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში იყვნენ დაკითხული ის მოწმეები, რომლებიც კონკრეტულად ასახავენ ამ მთელ სიტუაციას და რა თქმა უნდა, დაკითხულები იყვნენ ის პირები, რომლებიც დღესდღეობით გამოდიან და საუბრობენ აი ამ ფაქტზე, ზოგი უარყოფს ამას, ზოგი ეთანხმება ამას. მთავარი არგუმენტი არის ის მტკიცებულება, ფაქტობრივი მტკიცებულება, რომელიც საგამოძიებო სიუჟეტში იქნა გამოკვლეული, რომელიც მოიპოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და ჩემი აზრით ხელისუფლება, ქართული ოცნება ეხლა უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ შესაბამის კითხვებზე პასუხებს სცემდეს, თუმცა მათი პასუხები იმდენად აგონიურია და იმდენად არიან შეშლილები, რომ შესაბამისად მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდებს ამყარებენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, იმისთვის, რომ BBC-ს მიერ გავრცელებული სრულიად მზაკრული ტყუილებზე და სიცრუეზე დამყარებული, არაკომპეტენტურ დასკვნებზე დამყარებული და რადიკალების შეფასებაზე დამყარებული აი ეს რეპორტაჟი ამ მის კვალობაზე მოხდეს ამ რეპორტაჟში არსებული ფაქტების პირდაპირ უარყოფა და BBC-ს აუცილებლად დაევალოს ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშის მოხდა იმ დიდი სიცრუისთვის და დიდი მზაკრობისთვის, რომელიც მის მიერ გაშუქებულ რეპორტაჟში იყო. BBC-ს ფილმთან დაკავშირებით პარტია გახარია საქართველოსთვის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს და ამ საკითხის ინიცირებას ბიუროს უახლოეს სხდომაზე აპირებს. მათი თქმით, BBC-ს ჟურნალისტური გამოძიებით დაასტურდება, რომ გასულ წელს აქციების დაშლის დროს დარღვევები იყო. დემონსტრანტებს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ და საზოგადოებაში დღეს არსებულ ყველა კითხვას პასუხი საგამოძიებო კომისიის ფორმატში უნდა გაეცეს. ხალხის ძალა და ქართული ოცნება ამ საკითხზე სუსში მიმდინარე გამოძიების პარალელურად საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს და ოპონენტებს ურჩევენ გამოძიების შედეგებს დაელოდონ. დავაინიცირებთ უახლოეს ბიუროს სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიზნით. პირველი მიზანი ამას აქვს ის, რომ საერთაშორისო გამოძიება, რომელიც აუცილებელია, გაძლიერდეს, ანუ ადგილობრივი კონტექსტით ეს ყველაფერი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხები გაეცეს საერთაშორისო მხრიდან თავისუფალი გამოძიებით პასუხები გაეცეს იმ შეკითხვებს, რომლებიც ჩვენს მოსახლეობაშია და მოხდეს ესეთი შემთხვევების პრევენცია და ასევე საერთაშორისო რეპუტაციული ზიანი მოგვაყენეს აი ამ ყველაფრით ჩვენს ქვეყანას და საერთაშორისო მიმართულებითაც, რომ ადამიანებმა გაიგონ, რომ ჩვენ შეგვიძლია აქ გამოვიძიოთ ესეთი ფაქტები. ეხლა უნდა შექმნან კომისია, რომელიც მათი აზრით დაადგენს იმას, ეხლა თუთიყურს ბუმბული მართლა გასცვივდა თუ არ გასცვივდა და ძაღლმა აკოცა თუ არა პატრონს იმ პერიოდში, როცა დაუშვათ დეკემბერში იყო აქციები და რაღაც მათი აზრით რაღაცა იარაღი იყო ქიმიური გამოყენებული. აი ეს არის რეალობა და ეს არის მათი მიდგომა, როდესაც უკვე პრაქტიკულად უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაემიჯნა მთავარი წყარო BBC-ს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც დარწმუნებული ვარ დაადგენს რეალურ მიზეზებს. ქართული ოცნება საგრანტო დაფინანსების მოდელს აუქმებს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. მიქანაძის თქმით, 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის საფასურს სრულად სახელმწიფო დაუფინანსებს. რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, 2026 წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე სახელმწიფო დაფინანსება არ გაიცემა. რექტორები და განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების ნაწილი ამბობს, რომ ეს სრულება განათლების ხელმისაწვდომობას შეამცირებს. საგრანტო პროგრამები ერთის სარგებლობ, მეხმარება, რომ მივიღო განათლება
და შევძლო ვიარო იმ უნივერსიტეტში, რომელშიც მე მაქვს სურვილი რომ ვიარო. საქართველოს ოცნება გვთავაზობს, მარტივად შეიჭრება რომ მხოლოდ საჯარო უნივერსიტეტებში, ასევე აღებს კარგს იმის რომ ხელისუფლება აკონტროლოს უშუალოდ კერძო უნივერსიტეტების მათი ასე ვთქვათ მოწყობა და კლავს იმ სტუდენტის შანსს რომ მიიღოს უმაღლესი განათლება, რომელსაც მართლა ენერგია ჩადო და ასე ვთქვათ არ აქვს იმის რესურსული შესაძლებლობა რომ იხადოს ყოველწლიური განსახადი უნივერსიტეტისთვის. ხელისუფლება აცხადებს, რომ ის განსაზღვრავს რამდენი ადგილი იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტში და თვითონაც ამბობს, ეს ჩემი სიტყვები არ არის, ის აპირებს, რომ შეამციროს მათი რიცხვი და ვინც ვერ მოხვდება ამ პროფილურ ადგილებში, ის უნდა წავიდეს ან პროფესიულ სასწავლებელში, ან კერძო უნივერსიტეტებში, ხო? ჯერ მარტო წელს არის 55,000 აბიტურიენტი. მათ აქამდე და თებერვლამდე ნაიკის გვერდზე ედებათ ჩამონათვალი პროგრამების ყველა უნივერსიტეტში და ისინი ემზადებიან ამის მიხედვით. წამგეთ თებერვალში მათ ეტყვიან, რომ ის პროგრამები, რომელიც აქამდე იდო ნაიკის გვერდზე, ის აღარ არის ახლა. ახლა სხვა გადაწყვეტილება იქნება, რაც ჯერ ერთი მათ მიმართაც არის სრულიად არასწორი. ყველაფერს დეტალები გამოაჩენს საბოლოო ჯამში. ხა თავისთავად უფასო სახელმწიფო უმაღლესები არის არაერთ ევროპულ ქვეყანაში და ეს კარგად ფუნქციონირებს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს არის ეჭვი, რომ იქნება თანხების შეკვეცა, იქნება ეს რაღაცა მცირე რაოდენობა მოზომილი ადგილების, რაც რასაკვირველია ძალიან დაარტყავს სტუდენტებს, იმიტომ რომ რაოდენობა ამ უფასო ადგილების თუ საბჭოთა გამოცდილებას გავიზიარებთ და იმ თანხას გავითვალისწინებთ, რაც დღეს სახელმწიფოსაა ამისთვის გამოყოფილი, ეს არის დაბრუნება საბჭოთა კავშირში. საკანონმდებლო ცვლილებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონებში. ცვლილების შეტანაზე მსჯელობა გრძელდება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე განხილვა მეორე მოსმენით დღეს გაიმართა. ცვლილების მიხედვით 2026 წლის 1 მარტს გაუქმდება ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. მათი ფუნქციები და უფლებამოსილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა. დღესო კომიტეტში მეორე მოსმენით განიხილეს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შეიქმნება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი, სადაც შესაბამისი მულტიდისციპლინური ჯგუფის სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. ჩვენ ველოდებით უკვე მეორედ განხილვას ამ პროექტისას და ვიცით რომ ცვლილებები შევიდა, თუმცა მთავარი არის ის რომ ბავშვების მიმართულებით არ შეიძლება ისეთი ცვლილებები შემოვიდეს საკანონმდებლო კუთხით, რომელიც მოუმატებს სტიგმას და შესაბამისად საკანონმდებლოდ იქნება მათი 4 კედელში გამოკეტვა. ეს კანონმდებლობა სწორედ პრევენციული ხასიათის გახლავთ, ის რომ დაუშვად მოხდა ესეთი ფაქტი 14 წლამდე ასაკის ახალგაზრდამ ჩაიდინა ეს კრიმინალი, ბუნებრივია ეს არ იქნება სასჯელახსოვრების დაწესებულება, ეს იქნება ის დაწესებულება სანამ ის გადავა, მანამდე ბუნებრივია გარკვეული კომისია უნდა გაიაროს, მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სადაც პრევენციული ხასიათის ზომები ჩატარდება, რომ სამომავლოდ აღარ მოხდეს მათ შორის ამ ბავშვების მხრიდან ასეთი ტიპის აქტების ჩადენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლები 2 პირი დააკავეს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დაადგინდა, რომ ბრალდებულებმა შიდა ქართლის რეგიონში სხვადასხვა დროს უცხოური კომპანიის 2 საწარმო გაქურდეს, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 600 კილოგრამამდე ფერადი ლითონის შემცველ სადენებსა და მეტალის აგრეგატს. პოლიციამ უკანონო რეალიზაციის გზით მიღებული 14,000 ლარამდე თანხა და ნაქურდალის სპილენძის დანაწევრებული სადენები, ასევე ძვირად ღირებული აგრეგატი ნივთმტკიცებად ამოიღო. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად უცხოური კომპანიების საწარმოებს ჯამში 50,000 ლარამდე ზიანი მიადგათ. სამართალ დამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბოლო 48 საათის განმავლობაში 75 პირი დააკავეს. მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა.
რეალიზაცია და რეალიზაციის ხელშეწყობა. აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი სახოკიამ ბრიფინგზე ისაუბრა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები დადასტურდა, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სისტემატურად ახდენდა. ისინი რეალიზაციისთვის სხვადასხვა გზებსა და მეთოდებს მიმართავდნენ. სამართალ დამცველებმა ბრალდებულების პირადი ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების შრიკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან მივტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის კოკაინი, ჰეროინი, ალფა PVP, MDMA, მეთადონი, სუბოტექსი, ბუპრენორფინი, პრეგაბალინი, ლირიკა და მარიხუანა. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია თესასროლი იარაღები, ნარკოტიკული საშუალებების დაფასებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. დღეისათვის სულ ეს იყო, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.